ნამდვილად საინტერესო პროცესები მიდის, დრამატულად მიდის, შეიძლება ასე ითქვას, არა ქუთაისში, არამედ ზოგადად საქართველოში, მაინც ორი ფრონტი, ორი კედლის გარღვევა გვიწევს, ერთი ქართული ოცნების ავტორიტარული ადგილობრივი მმართველობისა და მეორე მხრივ ბოიკოტში არსებული განწყობების, ვთქვი ასე, პარტიების არჩენა ქუთაისში როგორც ჩანს რაღაც გარკვეული ქუთის კედლების, რომელსაც აწერია ბოიკოტი და ამას გვიწევს ორი წინაღობის გადალახვა, თავად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ოცნება ისვენებს კიდევაც, იმიტომ რომ აშკარად ბოიკოტის თემა გარკვეულად აერში ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ნამდვილად არსებობს შანსები რაღაც გარკვეული წარმატების, შედეგების მეორე ტურის მერობის კანდიდატის შემთხვევაში, ხოლო საკრებულოში აშკარად ჩანს, რომ როგორც პარტია გახარია საქართველოსთვის, ისე ლელო შექმნიან თავიანთ ფრაქციებს, აშკარად საზოგადოებაში არსებობს მათზე მათი სიმპათიები და მოთხოვნა. ანუ საზოგადოებაში არსებობს ოპოზიციური განწყობა და მე არ მინახი არც ერთი ადამიანი დღეში 50-60 ადამიანს ვხვდები, ბევრი არა ეს, ადრე უფრო მეც ვხვდებოდი ხოლმე არჩევნების დროს, არსებობს გარკვეული შიში საზოგადოებაში, მაგრამ ქუჩაში სიარულის დროს ადამიანები თავის ინიციატივით თორსა ველაპარაკებიან, გვიწევს ბევრი სიარული, ყველგან განწყობა არის, რომ არჩევნებში მონაწილეობენ. შეიძლება ითხოვებიან, მაგრამ რატო უნდა მოითხოვონ, ანუ რატო არ შეიძლება იტრაბახონ და იამაყონ, რომ მაგალითად მონაწილეობენ ბოიკოტში. თითქოს არავისგან არ გამიგია მე, რომ ისინი ბოიკოტში მონაწილეობენ. ერთადერთი რაც მესმის, მაგალითად ჩვენ არ მოწონებთ, მაგრამ მოსწონთ მაგალითად, აპირებენ ქართულ ოცნებას მისცენ ხმა. ეს არის. მაგრამ არჩევნებში მონაწილეობენ, ეს არის საყოველთაო განწყობა ქუთაისში, ეს იგრძნობა და იშვიათად გამონაკლისია, როცა ადამიანი აღიარებს, რომ არ მონაწილეობს, თუმცა ეს არის თითო როლა. ბატონო პატა, რა არის თქვენი მთავარი არგუმენტები ასეთ ადამიანებთან სასაუბროთ, როგორც საერთო ეროვნული კონტექსტიდან გამომდინარე, ასევე ქუთაისის მუნიციპალური პრობლემებიდან გამომდინარე. ყველაფერზე საუბარს მათთან ცხადია ვერასწრებთ ხოლმე და რა არის ორი მთავარი რამ, რითაც ცდილობთ მათ მოტივირებას, ერთი რომ არჩევნებზე მოვიდნენ და მეორე რომ თქვენს გაერთიანებას და თქვენს კანდიდატს მისცენ ხმა. დიდი მადლობა, ძამშოვანი კითხვა. ძირითადი აქცენტი მაინც არის ქუთაისის არჩევნებზე საუბარი, იმიტომ რომ ცალსახადად კაფიოდ იოა დასახსნელია, რომ ყოფილიყო პოლიტიკური არჩევნები, მაშინ ბოიკოტი არ იქნებოდა. ბოიკოტის მომხრე, მე ასე ვხსნი, რომ ბოიკოტის მომხრებისთვის პოლიტიკა მნიშვნელოვანი და საერთო პოლიტიკური წარმატება, პოლიტიკური ძალაუფლების აღება, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ეს ხდება საპარლამენტო არჩევნების დროს. ადგილობრივი არჩევნები განსხვავდება არსებითად, პრინციპულად განსხვავდება საპარლამენტო არჩევნებიდან, ის არ არის პოლიტიკური, თუმცა მას ეძინება პოლიტიკური კონტექსტი, როცა ქვეყანაში ავტორიტარიზმია და ნებისმიერი ფორმით უნდა მოახერხოთ ავტორიტარიზმის შერყევა ადგილობრივ არჩევნებზე და შემდეგ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებზე, ამიტომ ეს ამას დამატებით ეძინება პოლიტიკური კონტექსტი, მაგრამ პირველ რიგში რაც უნდა არის ქუთაისის არჩევნები, ქუთაისის პრობლემებზე, თუ ჩვენ გახარია საქართველოს პარტია, ლელო, სხვა პარტიებმა, რომლებიც მონაწილეობენ ოპოზიციის ფლანგიდან, მივახციეთ გარკვეულ შედეგს წარმატებას და სერიოზულად მოვახერხეთ საკრებულოებიდან პროცესების მართვა, ჩვენ ამით მე უფრო იოლად თამამად ვიმუშავებთ და მოვთხოვთ იგივე ამორჩეველს, რომ უფრო ენდონ ამ პარტიებს საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მე ვამახვილებ ყურადღებას ძირითადად, რომ არჩევნებზე მოვიდნენ, რათა ქუთაისი გადავარჩინოთ. გადავარჩეთ ქუთაისს, გადავარჩეთ საქართველოს. დაახლოებით 20 ციხეებში მუშაობდი, ვილაპარაკობდით მაშინ, რომ დავამარცხებთ კორუფციას ციხეებში, დავამარცხებთ კორუფციას საქართველოში. დაახლოებით ამოზოგებს ვიხერებ მე, როცა ქუთაისი არის საქართველო არის ქუთაისი. დაახლოებით ეს არის ჩემი კონცეფცია და ადამიანებს ეს ესმით, რომ ვინც არ უნდა იყოს ისინი, მათთვის გზები, ტრანსპორტი, კანალიზაცია კი ბატონო სასაცილო გახდა რაღაცის თემა, წყალი, სანიაღვრე სისტემები, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში გადაიზრდება დიდ პოლიტიკაში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი ოპონენტი ქართული ოცნება კანდიდატი წამოაყენა, ძველია და 6 წელი ეს ადამიანი არის მერი. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გინდათ ამორჩეველო, რომ ხმა არაფერი არ შეიცვალოს ქუთაისში, დარჩეს ყველაფერი ძველებურად, მაშინ ხმა მიეცეთ ქართულ ოცნებას, მაგრამ შანსები გაქვთ
შეიცვალოს ჩემი სახით, იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ, რომელიც 30 წელია საქართველოს წინაშე ვარ, ცუდი ვარ თუ კარგი ვარ, ასე ვარ და ფაქტია რომ მე ყოველთვის ცალს არ ვიყავი, ომში ვიყავი თუ ციხეებში ვიყავი და ყველგან ცალსახად და კაფეებს ვებრძოდი კორუფციას და ვამარცხებდი კიდევაც ეს ერთი არასდროს გავსრულო კორუფციაში და ყოველთვის ვცავდი ადამიანის უფლებებს და გამომდიოდა ეს. ანუ შესაბამისად, თანაც კონფლიქტოლოგისა ვარ და ჩემთვის მე არა ვარ კონფრონტაციული ადამიანი. მე ნებისმიერ მხარეს არ ვიპოვი საერთო ენას თუ ეს საქმე სჭირდება. და ესეც თქო უნდა დამაჯერებლად ჭერს. ამიტომ საზოგადოების თვალში მე ვარ სანდო ადამიანი, რომელიც გამოცდილი ვარ, როგორც გამოცდილი ვარ ტესტი, უკვე დიდი ხანია ტესტი გავლილი მაქვს, რომ ვინ შეიძლება ვიყო და ვინ გამორიცხულად არ ვიქნები, არასდროს კორუმპირებული არასდროს ვიქნები. ეს კაფიოდ იგრძნობა საზოგადოებაში, ამიტომ მგონი რომ ეს კორუფციის თემა ამ შემთხვევაში თავად ხელისუფლების მიერაც არის აქტუალიზირებული, სხვა საქმე არა, ამდენად გულწრფელი და ხალხთან შეხვედრების დროს როგორ ატყობთ, როგორ რეაგირებს ხალხი აი იმ კამპანიურ ხასიათზე და მათ შორის თავად რეჟიმის შიგნით დაპირისპირებების დინამიკაზე და ამით საუბარით დავამთავროთ, მაინც ვერ შევიკავეთ ავი რომ თქვენთვის რაღაც საერთო დიდ პოლიტიკურ თამაშზეც კომენტარი მოგვესმინა. რა თქმა უნდა, სასაცილოა კორუფცია ყოველთვის არის ხელისუფლების ხელში. ამიტომ ნებისმიერი სპეკულირება, ნებისმიერი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არის უაღრესად სასაცილოზე სასაცილო. მით უმეტეს, როცა ხელისუფლება 12 წელზე მეტია ხელისუფლებაშია. ანუ ამიტომ ეს არავის არ ჭერა. სასახარო ქუთაისში გზობა ორი ფათასე შიში. ხო, ერთი სირცხული და მეორე შიში. ანუ ორი ესეთი ფარული ემოცია. სირცხული რო არის ქართულ ოცნების ამორჩეველი, ეს არასდროს არ მიგზნია, რამდენი წელია უკვე ქართულ ოცნება იმარჯვებს. პირველად ზოგადად ადამიანს წვენია აღიაროს ქართული ოცნების ამორჩეველი, მაგას სხვა გზა არ აქვს. მიზესა გამო, მაგრამ და მეორე არის შიში, რომ ის არის მას უნდა ოპოზიციას მისცეს ხმა, მაგრამ არ უნდა ამის შესახებ გაიგოს ქართულმა ოცნებამ. აი ეს ორი სხვადასხვა ემოცია ერთმანეთს თუ შეიძლება ავსებს და ის რომ რაც ხდება ქართულ ოცნებაში, ეს არის კატასტროფა. ყველას კარგად ესმის, რომ ეს არ არის ჯანსაღი ვითარება და საქართველოს ასე ვერ იმართება. მეტი ჩვენ ვაკ ახლა მე წყალტუბოში აკე ვიყიდი კენჭს. ალბათ ამიტომაც შემარჩია ალბათ ჩემი აზრით ამაზე არ მინაპარაკია, მაგრამ გახარია საქართველოს პარტია ამიტომ შემარჩია გამოსლება მაქვს, თქვია, ესე იგი იმერეთში და ქუთაისში მუშაობს იმ წყალტუბო და ქუთაისი რამგახო და ძალიან ბევრი ადამიანს ხვდები იმ შტაბის წარმომადგენლებს, იმ ხალხს, ვინც დღეს ოცნებაში არიან. მაგრამ ჩემი მეგობრები არიან, იმიტომ რომ ერთად შტაბში ვიყავი, ერთად ვებრძოდით ნაციონალურ მოძრაობას. ამიტომ ჩემს მიმართ დობა აქვს, იმიტომ რომ მიცნობენ როგორც მოხარშოს, მიცნობენ აბსოლუტურად კარგად. ამიტომ ეს ხალხი მოდის ჩემთან, არ მირეკავენ, მაგრამ იციან სად როგორ მოვიქნენ და აშკარად ჩანს, აი ქართული ოცნების მომხრეებიც კი, რომელიც მომხრეები არიან და მოუწოდებენ თავისამოწმოს ამისენ, ისინიც კი აღიარებენ, რომ კატასტროფა ხდება შიგნით ქართულ ოცნებაში და ეს ყოველთ მიუღებელია და ყველას უნდა ევროპული სახელმწიფოს საჯარო მოხელე იყოს და რა რუსული სახელმწიფოს საჯარო მოხელე, მაგრამ მიზეზა გამო, ანუ მაინც აძლევენ ხმას ქართულოცნებას. ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ ეს ის ხალხია, ვინც მე მენდობიან და მე ვენდობი და კარგად იციან, რომ მე არასდროს ვიტყვი ვინ არის ეს, მაგრამ იმდენად უნდა ვიღაცას რაღაცა უთხრა და მე მათთვის სანდო ადამიანი ვარ, რომ სხვადასხვა საუბრებში ყველა საუბრობთ ამინდეს ყველაფერზე და ამასობაში საუბრობთ რა თქმა უნდა ამ საკითხებზე. ეს თვალსაცემია, რომ ქართულ ოცნებაში არ არის თვითონ ამორჩეველში არ არის ჯანსაღი განწყობა. იციან, რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ ეს არ არის კარგი საქართველოსთვის. ეს განწყობა იმედია გადაწყვეტილს და არჩევნების დღეს მაინც მიიღებენ განწყობილებას ქართულ ოცნების საწინააღმდეგო.